მოგესალმებით. დღეს მე-7 კლასის ფიზიკის ამოცანებს განვიხილავთ. კერძოდ ამოცანებს დრეკადობის ძალაზე. დავიწყოთ აი 216 ამოცანით. ერთნაირი საწყისი სიგრძის სამ ზამბარაზე დაკიდეს 3 ბურთულა. შესაბამისად 1, 2 და 3 კილოგრამი. რომელი ზამბარის სიხისტეა მეტი? ესე იგი, ჩვენ მოცემული გვაქვს მასები, აი აქ არის მითითებული, სურათზეა მითითებული, რომ 1, 2 და 3 კილოგრამი. როგორც ხედავთ, წაგრძელებები ერთნაირია, x-ი სამივეში ერთნაირია, წაგრძელება, დეფორმაციის სიდიდე და უნდა გავარკვევთ, რომლის სიხისტეა მეტი. ზოგადად სიხისტე გამოითვლება ესეთი ფორმულით: k უდრის დრეკადობის ძალა შეფარდებული დეფორმაციის სიდიდესთან. ვინაიდან სამივე ზამბარას დეფორმაციის სიდიდე ერთნაირია, იმ ზამბარის სიხისტე იქნება მეტი, რომელშიც მეტი დრეკადობის ძალა აღიძრა. ხომ? ეს დრეკადობის ძალა კიდე მეტი, რა თქმა უნდა, იქნება იმ ზამბარაში, რომელზეც მეტი მადეფორმირებელი ძალა მოქმედებს, ანუ რომელზეც მეტი მასის ტვირთი კიდია. ამიტომ აი ეს K3 იქნება ყველაზე დიდი, იქნება მეტი ვიდრე K2-ზე და K2 კიდე თავის მხრივ მეტი იქნება ვიდრე K1. აი ეს გახლავთ ეს ამ ამოცანის ამოხსნა პირველის. ნახოთ მეორე. 2.17 ჭერზე დამაგრებულ ჭაღზე მოქმედებს 59 ნიუტონის ტოლი ძალა. რამდენი წაგრძელდება საკითხი, თუ მისი სიხისტე 40,000 ნიუტონ-მეტრია. უნდა გავიგოთ წაგრძელების სიდიდე, x არის კითხვის ნიშანი და ძალა გვაქვს 59 ნიუტონი. და სიხისტე, რომელიც 40,000 ნიუტონი შეფარდებული მეტრთან ამის ტოლია. მოცემულობა ესე ჩაიწერება და კითხვაც ჩანს აქედან და აქედან პირდაპირ შეგვიძლია რომ ჩვენ აი ჩავწეროთ x-ი რისი ტოლია. x-ი ტოლი არის F დრეკადობის ძალა, F-ი უნდა გავყოთ K-ზე. და ჩავსვათ რიცხვებს. x-ი ტოლია 59 შეფარდებული 40,000-თან. აქ შეგვიძლია კალკულატორი დავეხმაროთ 0, 0 და 122 და 25, ხო? აი ეს ამდენი მეტრი. ხომ, ახლა ეს რომ სანტიმეტრებში გადავეყანოთ, და მილიმეტრებში რო გადავყანოთ 1000-ზე უნდა გაამრავლოთ და ეს არის 1 და 225 მილიმეტრი. აი ესეთი პასუხი გამოგვივა. ეს არის 1 და 225 მილიმეტრი. ეს გახლავთ ჭაღის საკიდის წაგრძელება. თითბერის ზოლა კი, რომლის ზომებია მითითებული 10, 8 და 5 სანტიმეტრი. დაკიდებული ზამბარი. ზამბარის სიხისტეა მოცემული 1000 ნიუტონ-მეტრთან და რამდენით გაიჭიმება ზამბარი. ხომ, უნდა გავიგოთ რამდენი სანტიმეტრით გაიჭიმება ეს ზამბარა, ხო? x-ი უნდა გავიგოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოცემული K ამისი სიხისტე. ეს არის 1000 ნიუტონი-მეტრთან, ხო? ნიუტონი-მეტრთან. და გვაქვს ძალაკის ზომები. ძალაკის ზომები არის მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, ხო? 10, 8 და 5. უნდა გადავამოვლოთ ესენი ერთმანეთზე, არის 400. ესე იგი მოცულობა არის ამ ძალაკის მოცემული, ეს არის 400 სანტიმეტრი კუბში. სანტიმეტრი კუბში. ახლა ამ ძალაკის თითბერისგან და ეს ძალაკი და თითბერის სიმკვრივე შეგვიძლია ცხრილში ვნახოთ, ამოცანთა კრებულში 130 გვერდზე ეს ცხრილი და 8.5 გრამი სანტიმეტრი კუბშია ეს ამისი სიმკვრივე. გრამი შეფარდებული სანტიმეტр კუბთან, ეს გრამი. მოდი ახლა აი გავიგოთ ამის წაგრძელება. წაგრძელება x-ი ტოლია
თითბერზე მოქმედი დრეკადობის ძალა, F დრეკადობის ძალა უნდა შევაფარდოთ მის სიხისტეზე, კაზე. დრეკადობის ძალა არის მადეფორმირებელი ძალის ტოლი და მადეფორმირებელი ძალა არის ეს თითბერის ძელაკი, რომელიც არის ჩამოკიდებული ამ ზამბარაზე. ზამბარის დეფორმაცია თითბერის ძელაკმაზე მოქმედმა სიმძიმის ძალამ გამოიწვია. სიმძიმის ძალა კი ჩვენ ვიცით აი ესე გამოითვლება m გავამრავლოთ j-ზე, სადაც m არის თითბერის ძელაკის მასა და j კიდე არის მუდმივი რიცხვი, რომლითაც დედამიწა 1 კილოგრამი მასის სხეულს იზიდავს. ეხლა თითბერის მასა უნდა გავიგოთ ჩვენ. მასას თუ გავიხსენებთ, მასა ტოლია სიმკვრივის ნამრავლი მოცულობაზე, რho გავამრავლოთ v-ზე. ხომ, ჩვენი რho არის 8.5 გრამი სანტიმეტრ კუბში, ხოლო ამის მოცულობა არის 400 სანტიმეტრი კუბი. გადავამრავლოთ ეს ორი რიცხვი ერთმანეთზე. გვექნება ესე იგი 85 უნდა გავამრავლოთ 40-ზე, 4-ზე რო გავამრავლოთ არის 0-2-ს ვინახავთ და 34 აი ესე და 1-0-იც უნდა დავუმატოთ აქედან. 3400 გრამია. ანუ ეს არის 3.4 კილოგრამი. აი ესე კილოგრამებში გადავიყვანოთ მასა. იმიტომ რომ ნიუტონებში მივიღოთ სიმძიმის ძალა. ესე იგი დრეკადობის ძალა როგორც თქვით სიმძიმის ძალის ტოლია, ხოლო სიმძიმის ძალა უკვე მასა რახან ვიცით, შეგვიძლია ესე გამოვთვალოთ, ან ესე იგივე დრეკადობის ძალაა, ხო? ძალა რიცხობრივად დრეკადობის ძალა ტოლია სიმძიმის ძალის. F დრეკადობა ტოლია mj-ში და გადავამრავლოთ m-ი ჩვენი 3.4 გავამრავლოთ 10-ზე. შეავიღოთ დაახლოებით 10-ის ტოლი, ხო? 9.8 არის, მაგრამ ჩვენ 10-ად ავიღოთ, ადვილად რომ გავამრავლოთ და სწრაფად. ეს არის 34 ნიუტონი იქნება, ესე იგი ჩვენი დრეკადობის ძალა. და ბოლოს წაგრძელება რომ გავიგოთ, x-ი რომ გავიგოთ, ესე იგი ამ ფორმულაში უნდა ჩავსვათ რიცხვები. დრეკადობის ძალის ნაცვლად უნდა ჩავსვათ 34 ნიუტონი, ხოლო სიხისტის ნაცვლად უნდა ჩავსვათ 1000 ნიუტონი მეტრთან. და გამოგვივა 34 1000-ი 0 და 0.34, ხო, 1000-ი ეს ჩაიწერება. არის მეტრი. 0.0 და 0.34 მეტრი, ეს იგივე არის 3.4 სანტიმეტრი. 3.4 სანტიმეტრის ტოლია აი ამ ზამბარის წაგრძელება. კარგით, შემდეგი ამოცანა არის ერთი და იგივე ძალის მოქმედებით კითხვა ამოცანაა. უფრო მეტად როდის დაიჭიმება ზამბარა, როცა მისი სიხისტე დიდია თუ მცირეა. ნახოთ, ფორმულიდან გამომდინარე ვაპასუხოთ ამას. x-ი როგორც ვიცით ტოლია ძალა, დრეკადობის ძალა უნდა გავყოთ სიხისტეზე. ეხლა შეხედეთ, როდის უფრო მეტი იქნება x-ი. დრეკადობის ძალა f-ები ერთმანეთის ტოლია. დიდი თუ კაერტს კას თუ გავსდით, მაშინ ნიშნავს თუ გასდით, წელადე შემცირდება, x-ი შემცირდება. ესე იგი, რაც უფრო დიდია სიხისტე, მით უფრო ნაკლებად დაიჭიმება. ამრიგად, ზამბარა დაიჭიმება უფრო მეტად, რაც უფრო იქნება მცირე მისი სიხისტე. ესე იგი, მცირე სიხისტის დროს უფრო მეტად დაიჭიმება. მცირე სიხისტის დროს დაიჭიმება უფრო მეტად. პასუხი ესეთია. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე. ეხლა 220 ვნახოთ. როგორი სიხისტე აქვს 59 სურათზე გამოსახულ ზამბარას. ამ ზამბარაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ზამბარის დეფორმაციის სიდიდე რამდენია, რომ გავიგოთ, ხო? ამ დინამომეტრია აქ და დინამომეტრის დანაყოფის ფასი უნდა გაიგო. დინამომეტრის დანაყოფის ფასი, როგორ გავიგოთ, შეხედეთ, ერთიანი აწერი აქვს და 10 დანაყოფია. ანუ დანაყოფის ფასი, აი დანაყოფის ფასი არის 0.1. 0.1 ტოლია. თვითონ ჩვენება რა იქნება? ეს იქნება, აი, უყურეთ 2 და 1, 2, 3 და 4 დანაყოფია, ხო? ჩვენება იქნება 4 დანაყოფი, 1 და 4 ანუ f-ი ძალა, დინამომეტრი ძალას გვიჩვენებს, ძალა, დრეკადობის ძალა ტოლია 1 და 4 ნიუტონის. ეხლა ქვემოთ არის სახაზავი. სახაზავზე აშკარად ჩანს, რომ ამის დეფორმაციის სიდიდე არის 3.5 სანტიმეტრი. ანუ x-ი არის 3.5 სანტიმეტრი. ეს გადავიყვანოთ მეტრებში. ანუ უნდა გავყოთ ასე, ხო? 0 და 0.35 მეტრი იქნება ამისი სიხისტე.
სიხისტე კი არა ეს, დეფორმაციის სიდიდე ბოდიშით. სიხისტე უნდა გავიგოთ. სიხისტეს გვეკითხებიან ამ ზამბარის სიხისტეს. კარი ტოლია. ნუ კა შეხედეთ ფორმულა დავწეროთ კ-რას უდრის, კ უდრის დრეკადობის ძალა f შეფარდებული x-თან და ჩავსვათ რიცხვები. კ უდრის 1.4 და გავყოთ 0.025-ზე. ნუ როგორც იცით თქვენ 10 წელადზე არ შეიძლება გაყოფა და მძიმე უნდა გადავიტანოთ 1, 2 და 3 ციფრით. ზემოთაც 1 ციფრით გადავიტანთ და მე მეტი ხო ვერ გადაგვაქვს, ამიტომ 2-0 უნდა დავამატოთ. ანუ კ ტოლი ექნება შეხედეთ 1400. უნდა გაყოთ 35-ზე. ესა 140-35 მოთავსდება 4 ჯერ და 40 ნიუტონი მეტრთან იქნება აი ამ ზამბარის სიხისტე. ნიუტონი მეტრთან, დინამომეტრის ზამბარის სიხისტე არის 40 ნიუტონი მეტრთან. და ბოლოს გვაქვს აი ეს 221 ამოცანა 60 ნიუტონი ძალის მოქმედებით ზამბარა წაგრძელდა 3 სანტიმეტრი. ესე იგი აი მოცემული გვაქვს F პირველი ძალა არა, დრეკადობის ძალა არის 60 ნიუტონი. გვაქვს წაგრძელება x პირველი არის 3 სანტიმეტრი. ანუ 0.03 მეტრი არა. და F მეორე ძალა არის 45 ნიუტონი, უკვე ეს საპირისპირო არის ძალა მიმართული კუმშავს. ანუ ამას ხო, კუმშავს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აგრძელებს თუ კუმშავს. ჩვენ უნდა გავიგოთ რამდენი სანტიმეტრით შეკუმშავს x2. არის კითხვის ნიშანი. ეხ პირველი მონაცემებიდან აი 60 ნიუტონიდან და 3.003 მეტრიდან გავიგოთ ზამბარის სიხისტე. პირველ რიგში ზამბარის სიხისტე რისი ტოლია? კ ტოლი არის f1 შეფარდებული x1-თან, ხო, f1 x1-თან. და ჩავსვათ რიცხვებს, ანუ 60 უნდა გაყოთ 0.03-ზე. ეს იქნება, რომ ესე იგი 6000 უნდა გაყოთ 3-ზე. ესე ჩამოვსვათ ხელი არ შეგვეშალოს. ეს ტოლი იქნება 2000 ნიუტონი მეტრთან. ხომ, ამის შემდეგ რაც ზამბარის სიხისტე დავადგინეთ, უკვე ადვილად გამოვთვლით წაგრძელებას. ხო, წაგრძელება x2 ტოლი იქნება უკვე 45 ნიუტონი. უნდა გაყოთ ამ სიხისტეზე 2000 ნიუტონ მეტრზე. და წაგრძელებას მივიღებთ მეტრებით. დიახ, მივიღებთ მეტრებით, ანუ მოთავსდება 0 ჯერ, 450-ში კიდევ 0 ჯერ, 4500-ში მოთავსდება 2 ჯერ, 4000-ია, 5000-ში მოთავსდება კიდევ 2 ჯერ და 10000-ში მოთავსდება 5 ჯერ. აი ამდენი მეტრი იქნება წაგრძელება. ნუ ეს ახლა გადავიყვანოთ მოდი სანტიმეტრებში, ამიტომ 100-ზე გავამრავლოთ და ეს იქნება 2.25 მეასედი სანტიმეტრი. სულ ეს არის. თუ შეკითხვები გექნებათ, მომწერეთ, წარმატებებს გისურვებთ.